გამარჯობა, ეს აგროსიახლებია, როგორც ყოველთვის, მე ჟურნალისტი ბელა გელაშვილი, აგროსიახლების გუნდთან ერთად, რა თქმა უნდა, გიყვებით ყველაფერს, რაც ეხება აგროს და უკავშირდება გარემოს. აგრარულ ტენდენციებთან ერთად მიმოვიხილავთ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებსაც, რაც ჯამში სოფლების და რეგიონების განვითარების წინაპირობაა. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. ამორტიზებული საბურავების ექსტერიერებში დეკორატიული მიზნით ზოგჯერ აგრარული დანიშნულებით გამოყენება გახშირდა. აალებადი, ფეთქებადი ან ამტვრევადი მასალების განთავსება რეალიზაციის ახალი წესების ამოქმედება კი რამდენჯერმე გადავადდა და ძალაში 2026 წლის 1 იანვრამდე არ შევა. საფრთხის შემცველია თუ არა საბურავების არადანიშნულებისამებრ გამოყენება, ეკოლოგიური საფრთხე და გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობა აგროსიახლეებში. რეგულაცია, რომელიც 2020 წელს უნდა ამოქმედებულიყო, წელსაც ვერ ამოქმედდა. მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვრევადი მასალების განთავსება რეალიზაციის ახალი წესები ძალაში 2025 წლის 1 იანვრის ნაცვლად სავარაუდოდ 2026 წლის 1 იანვარს შევა ძალაში. თბილისის მერმა ბოლოს ამ საკითხზე განმარტება 2024 წლის შემოდგომაზე გააკეთა და თქვა, რომ ჯერ კიდევ 2020 წელს მიღებული რეგლამენტის აღსრულებისთვის ეკონომიკური სექტორი მზად ჯერ არ არის. ახლა მერის უწყებებმა წესის ამოქმედების რეალური თარიღი უნდა განსაზღვრონ. გარდა იმისა, რომ რეგულაციის ამოქმედება გადავადდა, არც მოქალაქეების ცნობიერებაა მაინც და მაინც სათანადოდ მომზადებული, რომ ამ ტიპის ნარჩენების მავნებლობა სწორად შეაფასონ და რისკებისგან თავი დაიზღვიონ. ამის დასტური ისიცაა, რომ ხშირად ეზოებში, როგორც ქალაქებში, ასევე სოფლად, ინტერიერის თუ ექსტერიერის გასალამაზებლად მეორეულ საბურავებს სხვადასხვა დატვირთვით იყენებენ. იგივე შეიძლება ითქვას ასბესტზეც. სოციალურ ქსელშიც უხვადაა შესაბამისი ფოტო-ვიდეო მასალა, რითაც მოქალაქეები ერთგვარად თავს იწონებენ კიდეც ამგვარი ნაკეთობებით, თუმცა რისკებზე ალბათ ცოტა ან სულაც არ აქვთ ნაფიქრი. თვითონ ბორბელები შეიძლება არ იყოს იმდენად პრობლემატური, სანამ არ დავწვავთ. და როგორც კი ვიწყებთ წვას და ჩვენ დიდი ხანი უყურებდით იმას, რომ ხალხი ჭიაკოკონობის დროს წვავდნენ ამ ბორბლებს და იწვევდნენ სერიოზულ დაბინძურებას, მერე აიგრძალა ეს კანონმდებლობით და დანიშნულოვანი. დღეს ბორბლებს მე რომ მკითხო, საერთოდ არ უნდა ვიყენებდეთ, იმიტომ რომ ჩართული არის მექანიზმი, რასაც ქვია წარმოებლის გაფართოებული ვალდებულება და წესით არსებობს კომპანია, რომელიც ამას უნდა აგროვებდეს. და მე შემდგომ უნდა მიდიოდეს დამუშავებაში, არა დაწვაში, არამედ დამუშავებაში. მისგან შეიძლება ბევრი რამის მიღება, იმისთვის რომ გამოყენებულ იქნას, ან გზების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, ჯართიც შეიძლება ამოიღო და ასე შემდეგ. ანუ ბევრი ტექნოლოგია არსებობს, იმიტომ ვამბობ, რომ ტექნოლოგიების მიღება არის ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი. ახალი ტექნოლოგიების იმისთვის, რომ გადამუშავება მოვახერხოთ ამის. მეორე ფლანგი ამ ბორბლებთან დაკავშირებით, საბურავებთან მიმართებაში არის ის, რომ ჩვენ უნდა შევზღუდოთ ნახმარი საბურავების შემოტანა უფრო აქტიურად საქართველოში, იმიტომ რომ ეს არის ის რაღაცა, რაც უნდა მოხდეს ნაკავსაყრელზე საბოლოო ჯამში, ძვირად ხირებულია მისი განთავსება ნებისმიერ ნარჩენების პოლიგონზე და ახლა ჩვენ საქართველოს ვაქციეთ ნარჩენების პოლიგონად და გვინდა რომ იქ შემოვიტანოთ ყველა ნახმარი საბურავი, რაც არის ყოველად დაუშვებელი. მართალია შეზღუდვები და რეგულაციები არსებობს, მაგრამ აღშფოთებაც არსებობს, რას ქვია მიზღუდავენ რაღაცას. უნდა შევზღუდოთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ნაკავსაყრელად იქცევა ტელეფონი. ზოგადად არ არის ეს მისაღები, როცა ნარჩენ შენესე იყენებ რა. თლიანობაში ახლა ბოროტებულს ხიდან გააკეთე ის კატკა, ისე გააკეთე, რომ რეალურად უფრო კარგად იყოს გაკეთებული. მაგრამ აი კიდე ერთხელ ვამბობ, ბორბლები მაგისთვის არ არის, რომ ამ დეკორაციისთვის გამოიყენონ, საბურავები მაგისთვის არ არის. ეს რომ კარგი იყოს, მთელი ამდენი ტექნოლოგია არ იქნებოდა დამუშავებული, როგორ უნდა გადავამუშავოთ ეს ბორბლები. საქართველოში არიან კომპანიები, რომლებიც საბურავებს და არა მარტო საბურავებს გადამუშავების მიზნით იბარებენ. ჩვენ ერთ-ერთ მათგანს გავესაუბრეთ.
საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების ასოციაციის Waste-less-ის წარმომადგენელი გიორგი გულიაშვილი ევროპულ პრაქტიკას იშველიებს და ამბობს, რომ მისი შემადგენელი ნივთიერებების მამნებლობიდან გამომდინარე ევროპა გეგმავს გადამუშავებული საბურავისგან მიღებული მასაც კი აკრძალოს ასფალტშიც კი, რომელსაც უფრო მდგრად ხდის ხოლმე როგორც წესი სწორედ გადამუშავებული საბურავი და ეს დღემდე მიღებული პრაქტიკა იყო, თუმცა ბოლო კვლევა მაჩვენა, რომ გარემოს დაცვის თვალსაზრისით ეს მაინც და მაინც მიზანშეწონილი არაა და ევროპა აპირებს ამ საწარმოო ტექნოლოგიას გადახედოს. სხვადასხვა საფრთხე შეიძლება გქონდეს საბურავის ესე არადანიშნულებისამებრ გამოყენებას რა. ერთი რომ თუ დავაგროვებთ გარკვეული რაოდენობის საბურავს და დიდი ხნით გავაჩერებთ ტერიტორიაზე, შეიძლება ხანძარი გამოვიწვიოთ, ხო? და ალებადი არის ასე ვთქვათ რა და ამ ალების შედეგად შეიძლება ხანძარი გაჩნდეს და მე ამ ხანძრის შედეგად კიდევ ბევრი მავნე ნივთიერება გაიფრქვა ჰაერში. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საფრთხე შეიძლება შეუქმნას ადამიანის უშუალოდ ღირსიერი საფრთხე შეუქმნათ ადამიანებს და ქონება, სადაც არის ხოლმე განთავსებული ესა თუ ის საბურავი. ეხლა დეკორატიული დანიშნულებით გამოყენების შემთხვევაში, როდესაც საბურავი დიდი ხნის განმავლობაში არის ვთქვათ გარემოში, ხო? ის ზემოქმედებას განიცდის. ეს იქნება მზე, ეს იქნება წვიმა და ასე შემდეგ. და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ განიცდის ვთქვათ დეფორმაციას და შემდეგ ეს მცირე ნაწილაკები ხდება გარემოში და აზიანებს მას და ეს შეიძლება მოხდეს ჰაერში, შეიძლება მოხდეს წყალში და ნიადაგში და შესაბამისად დამაბინძურებელია გარემოს. ამიტომ არ არის მიზანშეწონილი რომ გამოვიყენოთ საბურავი ესე დეკორატიული მიზნით იქნება ეს. ხშირად გვინახავს რომ ღობეებიც კი აქვთ მოწყობილი საბურავებისგან და სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ. ასევე მე მინდა გითხრათ რომ მაგალითად დასავლეთში განვითარებულ ქვეყნებში გადამუშავებული საბურავის შედეგად მიღებულ მასალას ამ რეზინს, კაუჩუკს იყენებდნენ, ყლავაც იყენებენ, ფართო გამოყენება აქვს ასფალტში. ასფალტს ულებენ და შესაბამისად ასფალტი უფრო მდგრადი გამოდის, მაგრამ ახლა ბოლო კვლევებით ჩანს, რომ იქიდანაც კი ეს მცირე ნაწილაკები ხდება გარემოში და ამიტომ არის მსჯელობა, რომ საერთოდ აიკრძალოს საბურავის გამოყენება ასფალტშიც კი და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ამ რეზინა მასალის უბრალოდ და ასევე ხელოვნური მოედნების მოსაწყობად იყენებენ ჩვენთანაც მათ შორის ამ გადამუშავებული რეზინის გამოყენება ხდება ხელოვნური მოედნების მოსაწყობად და ხო აქაც ორად არის აზრი გაყოფილი და ევროკავშირში არის საუბარი იმაზე რომ ეს ამ დანიშნულებით გამოყენებას აიკრძალოს ამ რეზინის მასალის და აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას რომ საბურავის ესე გამოყენება არადანიშნულებისამებრ და დეკორატიული მიზნით თუ ღობის გასაკეთებლად არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში მაინც აბინძურებს გარემოს. აღმოჩნდა, რომ ბოლო დროს სულ უფრო მეტი ფიზიკური თუ იურიდიული პირი მიმართავს შემკრებ კომპანიებს ნარჩენების ჩასაბარებლად, თუმცა საზოგადოების ცნობიერება სპეციფიკური საყოფაცხოვრებელ თუ საწარმოო ნარჩენების სწორად და უსაფრთხოდ მართვაზე სათანადოდ მომზადებული ჯერ მაინც არაა. ბოლო 5 წლის განმავლობაში, 5-10 წლის განმავლობაში საკმაოდ გაზრდილი არის ეს ცნობიერება, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა. ჯერ კიდევ არის საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც არ არის ინფორმირებული ამ საფრთხეებზე, რა საფრთხეს შეიცავს სპეციფიკური ნარჩენები და მათ შორის საბურავები. ამიტომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი არის კიდე გასაკეთებელი, ბევრი საინფორმაციო კამპანია არის გასატარებელი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თანამშრომლებთ ოპერატორებთან, სადაც იცვლება ეს საბურავი, ძირითადად ეს არის შეცვლის პუნქტები და რა თქმა უნდა მომართვიანობა გაზრდილია და საკმაოდაც არის გაზრდილი. ასევე გვირეკავენ მოქალაქეები, რომლებიც აღმოაჩენენ ხოლმე მათ საცხოვრებელთან ახლოს დაყრილ საბურავებს და გთხოვენ, რომ იქნებ
მოუგვაროთ ეს პრობლემა, რომ საბურავები მოვაცილოთ მათი ტერიტორიიდან. თუმცა, ხო, ხშირად არის ხოლმე ეს დაკავშირებული კუთვნილებასთან რა, ეხლა ეს უკონტროლოთ რო ყრია საბურავები. თუ კერძო ტერიტორიაზე ყრია სამწუხაროდ ჩვენი რეაგირებას ვერ ვახდენთ მე პატრონის გარეშე, თუ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყრია, აქაც გარკვეული შეთანხმებებია ხოლმე საჭირო. მაგრამ მომართვიანობა გაზრდილია, მინდა გითხრათ რა. თუმცა ამ ალტერნატიული გამოყენება საბურავების არ მგონია რომ შემცირებული იყოს განსაკუთრებულ რეგიონებში. მე მინახავს დეკორატიული მიზნით როგორ იყენებენ და ამ საბურავებისგან გაკეთებული ფიგურებიც კი უდგათ ეზოებში და მოგეხსენებათ რომ ეს ახალი კანონმდებლობა რომელიც 2022 წლის 1 ივნისიდან შევიდა ძალაში 4 ტიპის ნარჩენის რეგულირებას ახდენს და ეს არის საბურავები, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ელექტრონული მოწყობილობები, აკუმულატორები, ბატარეები და სამანქანე ზეთები და გამოყენებული სამანქანე ზეთები. ჩვენ ამ ყველა 4 მიმართულებით საქმიანობთ, ანუ ვიბარებთ ამ ტიპის ნარჩენებს და შემდეგ ვართ პასუხისმგებელი, რომ გარემოს დაცვითი სრული სტანდარტებით მოვახდინოთ ამ ნარჩენების გადამუშავება. ეს იქნება ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ და უკვე მეორე წელია რაც შეგროვების პროცესი დავიწყეთ და საკმაოდ წინ მივდივართ ამ კუთხით ამ ნარჩენების ამოღების რაოდენობა ამოღებული ნარჩენების რაოდენობა იზრდება ყოველწლიურად და იმედს ვიტოვებ რომ ჩვენი საქმიანობა შედეგს გამოიღებს და საბოლოოდ მივვალთ იქამდე რომ ქვეყანაში იქნება თანამედროვე ნარჩენების მართვის სისტემა ამ სპეციფიკური ნარჩენების საქმე ისაა, რომ საქართველოში 2021 წელს ამოქმედდა კანონი, რომელმაც 4 ტიპის სპეციფიკური ნარჩენის მართვა დაარეგულირა. კომპანიამ, რომელსაც ჩვენ გავესაუბრეთ, 4-ვე ნარჩენს იბარებს, თუმცა ამბობენ, რომ ყველა ტიპის ნარჩენის ადგილზე გადამუშავება ვერ ხერხდება და ექსპორტზე გატანა უწევთ. კერძო სექტორი მუშაობს, რომ გადამამუშავებელი სიმძლავრეების დეფიციტი აღმოიფხვრეს ადგილობრივ დონეზე და პროგნოზირებენ, რომ ეს 2-3 წელიწადში მოხერხდება. აი, მაგალითად გეტყვით, რომ 2023-ში 2500 ტონამდე საბურავი შევაგროვეთ და მივაწოდეთ გადამამუშავებელ საწარმოებს. წელს უკვე ეს რიცხვი 3000 აცდა და ვფიქრობთ, რომ 3200 ტონის ფარგლებში იქნება ჩვენს მიერ შეგროვებული საბურავები. თუმცა გადამუშავების ნაწილში არის გარკვეული პრობლემები, იმიტომ რომ ის საწარმოები, რომლებიც არსებობდნენ საქართველოში, ნებართვიანი საწარმოები, სამწუხაროდ მათი წარმადობა არ არის საკმარისი ამ ჩვენს მიერ შეგროვებული ნარჩენების გადასამუშავებლად. ამიტომ ჩვენ ახლა მუშაობთ იმაზე, რომ თქვათ ალტერნატიული გზები მოვიძიოთ გადამუშავების, თუმცა ხო ერთ-ერთი გზა, რომელიც დღეს არსებობს, ეს არის ცემენტის ქარხანაში დაიწვას ენერგიის აღდგენის მიზნით და ჩვენ რა თქმა უნდა თანამშრომლობთ ამ მიმართულებითაც. ხო, რაც შეეხება სამანქანე ზეთებს, 2023-ში ჩვენს მიერ შეგროვებული ზეთების რაოდენობა იყო 1400 ტონა და აქაც გვაქვს მატება წელს, დაახლოებით 1600-1700 ტონამდე იქნება ჩვენს მიერ შეგროვებული ზეთების რაოდენობა. ელექტრომოწყობილობები გასულ წელს შევაგროვეთ 750 ტონა ელექტრომოწყობილობა. წელს ეს რიცხვი გავარბაგდება მინიმუმ და ასევე აკუმულატორები ჩვენს მიერ შეგროვებული ტყვია-შევცველი აკუმულატორების რაოდენობა გასულ წელს იყო 1200 ტონა. აქაც გვაქვს მატება და ბატარეები გასულ წელს შევაგროვეთ 20 ტონა და წელს ვფიქრობთ, რომ 30 ტონამდე იქნება ბატარეების რაოდენობა, შეგროვილი ბატარეების რაოდენობა. მინდა გითხრათ, რომ საბურავები ვახსენეთ ზეთების გადამუშავება სამწუხაროდ საქართველოში ვერ ხერხდება, არ არის ამ წარმადობის საწარმოები, კი არის ორი მცირე საწარმო, მაგრამ მათი წარმადობა საკმარისი არ არის და ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვახდენთ ამ ზეთების შეგროვებული სამანქანე ზეთების ევროკავშირში იმპორტს, ევროკავშირში ექსპორტს უпростоრად, ანუ ჩვენ ეს ზეთები გაგვაქვს ჩვენს პარტნიორ კომპანიას გააქვს საბერძნეთში და ბულგარეთში და იქ ხდება გადამუშავება საწარმოებში, სადაც კვლავ მიიღება პროდუქტები ამ ზეთების გადამუშავების შედეგად.
ასევე ბატარეების გატანასაც გეგმავთ ექსპორტზე ევროკავშირში. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე ქვეყნის საწარმოსთან და სავარაუდოდ მომავალ წელს მოვახდენთ ბატარეების ექსპორტს გადამუშავების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არ არის შესაძლებლობა საქართველოში გარკვეული ნარჩენების გადამუშავების, ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის ბიზნეს წრეებთან და ვფიქრობთ, რომ უახლოეს 2-3 წელიწადში აქ გარკვეული სიმძლავრის საწარმოები გაჩნდება. იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ადგილზე ხდებოდეს ამ ტიპის ნარჩენების გადამუშავება. გრძელვადიანად და მდგრადი განვითარების მიზნით ეს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და ვფიქრობ, რომ უახლოეს 2-3 წელიწადში საზოგადოება დაინახავს შედეგებს ამ ერთია რომ ნარჩენების შევაგროვოთ და მეორეა რომ ნამდვილად მოხდეს ამ ნარჩენების სტანდარტების გადამუშავება. ამ წუთას საქართველოში არის 3 კოლექტიური წარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია და 1 ინდივიდუალური, რომელმაც მხოლოდ აკუმულატორების მართვაზე აიღო ავტორიზაცია. ჩვენ ვართ ყველაზე მსხვილი იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ 4-ვე ნაკადზე ვართ პასუხისმგებელი და გავიარეთ ეს პროცესი. დანარჩენებს 3 ნაკადია. ანუ ჩვენ გვაქვს ელექტრომოწყობილობებზე მხოლოდ ჩვენი MGV ასოციაცია არის ავტორიზებული და ასევე ბატარეებზე. ანუ ეს არის განსხვავება. დანარჩენი 2 MGV მართავს საბურავებს, ზეთებს და აკუმულატორებს, როგორც ჩვენ. სპეციფიკური ნარჩენების შემგროვებელი კომპანიები სახელმწიფო უწყებებთან ერთად მსჯელობენ იმ საინვესტიციო კლიმატის ჩამოყალიბებაზე, რაც პროცესს სწორად წარმართავს და დაასტიმულირებს. მიმდინარეობს პოლიტიკის დოკუმენტზეც მუშაობა, თუმცა დეტალები ჯერ არ საჯაროვდება. გარკვეული პროექტები ხორციელდება საქართველოში, სადაც ევროპელი ექსპერტები არიან ჩამოსული და გვიზიარებენ თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას. მათ ეს ბევრი წლის წინ დაიწყეს მათ ამის განხორციელება თავიანთ ქვეყნებში. ხო და აი ამ პლატფორმების გამოყენებით ჩვენ გარკვეულ პოლიტიკის დოკუმენტზეც მუშაობთ, სადაც ეს ყველაფერი იქნება ასახული. და მე ვფიქრობ, რომ მომავალ წლებში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოც გადადგავს გარკვეულ კონკრეტულ ნაბიჯებს ჩვენთან შეთანხმებით, რომ უკეთესად მოხდეს ამ სისტემის დანება, იმიტომ რომ ბევრი ბარიერი გამოიკვეთა რა, რაც ამ 2 წლის განმავლობაში რაც ჩვენ მოღვაწეობთ. არის გარკვეული საკითხები, რაც ყურადღებას საჭიროებს, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდანაც და კარგი ის არის, რომ თანამშრომლობის საკმაოდ მაღალი ხარისხი გვაქვს და მაინც რამდენად საფრთხის შემცველია გაცვეთილი ხმარებიდან ამოღებული საბურავების ჩვენსავე გარემოში, ეზოებსა და ბაღებში გამოყენება. რა რისკი ექმნება მისგან ნიადაგს? გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით ცენტრში ვიკითხეთ. რამდენად ინტენსიურია მიწის დაბინძურება უშუალოდ საბურავისგან, მათ არ გამოუკვლევიათ, თუმცა მის მავნებლობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში მტკიცებით ფორმაში საუბრობენ. კი ბატონო, ანუ ერთი რაც შეიძლება ვთქვათ, რომ საბურავის მასალა, ვთქვათ, ესე ადვილად ხსნადი არ არის, ანუ პრობლემა ჩდება სურსათ უნებლობასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ცალკეული ნაერთები შეიძლება ადვილად გადმოდიოდნენ ნიადაგში და შემდეგ უკვე პოტენციურად ხდებოდეს მცენარის ორგანიზმში და იმ ვთქვათ ორგანოებში მცენარის, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ სასურსათოდ, ან ცხოველთა საკვებად თუნდაც. რა პრინციპული მნიშვნელობა საბურავად მაინც ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხდეს. ვერ ვიტყვით, რომ იქ რაც საბურავში ყველაფერი ადვილად ხსნადია, ეს არასწორი იქნება მისი ასე ვთქვათ ქიმიური შედგენილობიდან და გარემოს პირობების მიმართ მდგრადობიდან გამომდინარე, თუმცა იგივე რაც ახსენეთ ვთქვათ ძიმელი თონები, ასევე ცალკეული ორგანული ნაერთები შეიძლება იყოს გადმოსული, ეს დამოკიდებული ასევე რა პირობებშია, რა ნიადაგთან არის შეხება, მის ვთქვათ იაშმაჩვენებელი, ან მჟავია, ტუტია, ნეიტრალურია, ასევე ვთქვათ იგივე ქიმიური საშუალებები თუ ვთქვათ აგროქიმიკატები, რომლებიც გამოიყენება, ისინი რა რეაქციაში შედიან, ვთქვათ იმ ცალკეულ კომპონენტებთან, რომელიც შემადგენელია საბურავის, აი პოტენციურად რისკი სწორედ აქ ჩნდება, რომ ეს ცალკეული კომპონენტები შეიძლება გაიხსნას, ანუ ეს ბუნებრივად შეიძლება არ იყოს ხსნადი, მაგრამ გარკვეული მასტიმულირებელი მექანიზმი შეიძლება გაჩნდეს, რომ
მოხდეს მისი პოტენციურად გადმოსვლა. ჩვენ რო გითხრათ, რომ ჩვენ ამაზე კონკრეტული კვლევა გვაქვს ჩატარებული, არ ჩაგვიტარებია და ვერ გეტყვით რამდენად ადვილად შეიძლება ეს გადმოდიოდეს, იმიტომ რომ პირდაპირ გაგებით ცვეთა, ასე ვთქვათ, საბურავის ესე ფიზიკური ცვეთა არ ხდება, რომ ისი, ასე ვთქვათ, ნაწილაკები პირდაპირ ხდებოდეს, მაგრამ პოტენციალი იმის, რომ რაღაც, ასე ვთქვათ, კომპონენტები თუნდაც ძალიან მცირე რაოდენობით გაიხსნას, არსებობს, იმიტომ პრაქტიკულად, ასე ვთქვათ, ესე ვთქვათ, სრულიად უხსნადი ნაერთები ან ნივთიერებები ბუნებაში არ არსებობს, ანუ რაღაცა დოზით, რაღაცა პირობებში ოდესღაც რაღაც აუცილებლად იჩლება და ვთქვათ, ერთი ფორმიდან მეორეში გარდაიქმნება და ასე შემდეგ. შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ცალკეული პოტენციურად ტოქსიკური ნივთიერება შეიძლება მოხდეს, ვთქვათ, ნიადაგში სწორედ ამ საბურავიდან და შემდეგ ასევე აქაც ასე ვთქვათ, პოტენციალი არსებობს, რომ შეიძლება მცენარემ ეს შეითვისოს და დააგროვოს სწორედ იმ ნაწილში, იმ ორგანოში, რომელსაც თქვა ჩვენ მოვიხმართ სასუსტად. აგრონომების აზრიც ვიკითხეთ, რა თქმა უნდა, მამნებლობასთან ერთად ისინი ჩვენთან საბურავების ეზოებში გამოყენების არაესთეტიურ მხარეზეც მიუთითებენ და ლანდშაფტისა თუ ექსტერიერის გასალამაზებლად ხის ტერასულ დაგეგმარებას გვირჩევენ, როგორც სილამაზისთვის, ისე გარემოს დაცვისა და ეკოლოგიურობისთვის, ჯანსაღი გარემოს ხელშეწყობისთვის. ის რას თქვენ ბრძანეთ ახლა, რომ ამდვილად ახლა ის პრობლემები შეიცავენ უამრავ საშინელ ქიმიურ ნივთიერებებს, რომელიც მე ნიადაგში დარჩება არა და ეს რა თქმა უნდა სისულელეა, მაგრამ მეორე მხრივ ახლა ესთეტიკური მხარეც რა მოსაწონია ახლა. მე არ მესმის რატო აკეთებ. ბევრს მოსწონს, იმიტომ რომ ხდება ამის შეღებვა, რაღაცა სხვადასხვა ფერის მიცემა და აი თითქოს ლანდშაფტს თავიანთ ეზოებში და შვენიერი მეთოდია შემაღლებული კვლევის გაკეთება. ლამაზიც არის. ესე იმითი უცხოეთში გინახავთ ალბათ ის იმითი რა ქვია, ფიცრებით გაკეთებული. ეს ამ ფიცრებზე შეგიძლიათ რაღაც ნახატებიც ისებნა და შიგნით მოიყვანოთ თქვენთვის მწვანილი იქნება. ანუ თქვენ როგორც ნიადაგის მცოდნე, აგრონომი კატეგორიულად არ იწონებთ ამ მეთოდს. არ ვიწონებ. ეს მეთოდი არის, მინდა გითხრათ, უცხოეთშიც არის, რომ თითქოს იმის დაწვით უფრო მეტი, აი რომ დაწვათ ხო, გაანადგუროთ დაუშვათ ის ბორბლები, უფრო მეტი შხამები გაიფრქვევა, ამიტომ აი თითქოს ასე ხდება უტილიზაცია, რაც არ არის სწორი. ახლა შეიძლება რა დეკორატიული მასში რაღაცას მოსწონდეს დაუშვათ. არა, მოწონება ერთია, გემოვნებაზე ხომ არ ვდაობთ ჩვენ, აქ ვაპარაკობთ უსაფრთხოებაზე. უსაფრთხო არ არის ნამდვილად და არც მიწისთვის, არც პროდუქტისთვის. არაფრისთვის არა უსაფრთხო შხამის შემცველი ნებისმიერ ნივთიერება. სამწუხაროდ საბურავი ერთადერთი ნარჩენი არ გახლავთ, რომელიც ქაოსურად არადანიშნულებისამებრ გვხვდება გარემოში. კიდევ უფრო რთულად გვაქვს საქმე ასბესტთან დაკავშირებით, რადგან როგორც გარემოს დამცველები ამბობენ, მას ხვდებით თითქმის ყველგან, რომლის ამოღება და ეკოლოგიურად უსაფრთხო ანალოგით ჩანაცვლება ტექნიკურადაც რთულია და ფინანსურადაც საკმაოდ კაპიტალტევადი საქმეა. კიდევ რაც ეხება ასბესტი სამწუხაროდ ესე იგი რაც გამოიგონეს ასბესტი იმის მერე საკმაოდ აქტიურად იყენებდა დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს გადახურვებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში და საბოლოო ჯამში ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა. წესით და რიგით ასბესტი უნდა იყოს ცალკე განთავსებული, იმიტომ რომ ეს არის სახიფათო ნივთიერება. დღესდღეობით არის სპეციალურად დადგენილება გამოცემული, რომ ეს ნაგავსაყრელებს შეუძლიათ მიიღონ ასბესტი, ოღონდ უნდა განათავსონ ცალკე და არ უნდა შეერიოს მთლიანობაში ნარჩენთან. ამას ყველა არ იყენებს, ყველა არ აკეთებს და ზოგჯერ ეს ასბესტი ხდება წყალში, ან სადღაც, ან ხევში გადაგდებული და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში მე რომ მკითხოთ, ამისთვის მთელი პროგრამებია გასაკეთებელი, რომ ჩვენ გავათავისუფლოთ ასბესტიდან ქვეყანა და ჩემ დასამწუხაროდ მე ძალიან ბევრჯერ ვამბობდი ამას და ვამბობ დღესაც, რომ 70-იან წლებში ისეც კი იყო გამოყენებული ასბესტი როგორც ფილტრი ღვინის ფილტრაციისთვის, რაც ყოვლად დაუშვებელი იყო და არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ეს კანცეროგენია და იწვევს კიბოს დაავადებებს ძალიან აქტიურად.
ამიტომ ნებისმიერ სიტუაციაში, როცა ადამიანი ხსნის ასბესტის სახურავს, უნდა რომ ჯანსაღად იცხოვროს და მეზობელი ეხვეწება მომეცი მე არ გადააგდო, აი ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი დილემა და პრობლემა, იმიტომ რომ მესმის რომ ძვირად ღირებულია ნებისმიერი გადახურვა, რომ ის რაც არის ახალი ტექნოლოგიები ძვირად ღირს და ასპექტი უფრო იაფიღებს, მაგრამ ნუ ეს იწვევს პრობლემებს ჩვენთან საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ძალიან ძლიერი კანცეროგენი და შესაბამისად არის პრობლემა. ახლა ჩვენთან აღმოჩნდა, რომ ბევრი წყალმომარაგების სისტემა, რაც გაკეთდა ესე იგი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, მილებიც კი ზოგიერთი ასბესტით არის გაკეთებული და ყოველად დაუშვებელია. ანუ მთლიანად უნდა შეიცვალოს წყალმომარაგების სისტემები და უშველებელი თანხები ჭირდება სახელმწიფოს იმისთვის, რომ ამის რეაბილიტაცია მოხდეს. ნინო ჩხობაძე ხას უსვამს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო წყალთან დაკავშირებით, თუმცა სპეციალისტის მტკიცებით სტანდარტის დაცვა და კონტროლი ქართულ რეალობაში ნაკლებად ხდება. თან აქაც აქვს ძალიან დიდი პრობლემა, რომელი მილით უნდა შევცვალოთ. ანუ სტანდარტი წყალთან მიმართებაში არის უფრო მაღალი ვიდრე ნებისმიერ სხვა საკითხთან მიმართებაში და ეს სტანდარტები ბოლომდე არ კონტროლირდება, არ მონიტორინგდება, არ იცავენ, იმიტომ რომ რაც უფრო იაფია ის ურჩევნია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოიხმაროს, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი უტყობს ადამიანის ჯანმრთელობას და უფრო მეტი ხარჯი მიდის სახელმწიფოს უკვე სოციალურ პროგრამებთან მიმართებაში. ან როცა ჩვენ რაღაცაზე ვსაუბრობთ, ხა მაგალითად კიდევ ერთხელ ასბესტი გამოყენებული არის თუნდაც მოპირკეთებისთვის სახლების დასავლეთ საქართველოში ძალიან ბევრ შემთხვევაში, რომელიც არის ასაცლელი, ასაღები, თავიდან გასაკეთებელი. რეაბილიტაცია რომ მიდიოდა გარკვეული სკოლების, იძულებულები გახდნენ, რაც მიდიოდა ამერიკული დახმარების რეალურად, იძულებული გახდნენ კომპანიები აეფხიკათ ასბესტი, რომელიც გამოყენებული იყო როგორც გრუნტი, ასე ვთქვათ, სკოლებში, იმიტომ რომ იქ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, სტანდარტი უნდა დაეცვათ და ამიტომ ეს კიდევ დამატებითი ხარჯი იყო. ანუ, მაგრამ ეს გასაკეთებელი ხარჯი იყო, იმიტომ რომ ბავშვების ჯანმრთელობასთან იყო კავშირი. ასე რომ მე ვამბობ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს ამასთან მიმართებაში. ესე მარტივი ეს არ არის, მაგრამ პირველი თქმა უნდა არის თვითშიგნება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, სახელმწიფო საბოლოო ჯამში ზარალდება იმდენად, რამდენად უკვე უწევს უფრო მეტი თანხების გაღება სოციალურ დახმარებებზე კონკრეტულად მოსახლეობას. კიდევ უფრო რთულადაა საქმე სათამაშო მოედნების ბალახოვან ხელოვნურ საფართან დაკავშირებით. სხვათა შორის მოედნების საფარის დასამზადებლადაც გადამამუშავებელ საბურავს იყენებენ. უფრო რთული მომენტი აღმოჩნდა მაგალითად ხელოვნური საბავშვო მოედნები. დაფარულად. ერთი საწარმოა მთლიანად ევროპაშიც კი, რომელსაც შეუძლია ამის გადამუშავება. იმდენად რთული არის ამის გადამუშავება. აი ეს ხელოვნური საფარსოს საუძახი. ისე სწრაფად ფუჭდება ჩვენ გარემოში ესა. ეს კიდე დამატებითი პრობლემაა, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ ჯერ, იმიტომ რომ ესე მასიურად არ არის, მაგრამ ესეც პრობლემატური თემა. ანუ რომ მიადგები აი ესეთ ხელოვნურ თუ 70-იან წლებში პლასტიკის და ცელოფნის პარკებს გადამყიდველებთან ყიდულობდით. ბევრი ოჯახს ახსოვს ეს. დღეს ეს გახდა სცენი მთლიანად ყველასი და ყველაფრისა, იმდენად სერიოზული დაბინძურებას იწვევს საბოლოო ჯამში. და თუ ამ საუკუნის დასაწყისში პლასტიკი ჯერ არ ითვლებოდა სახიფათო, დღეს უკვე ითვლება სახიფათო ნარჩენად. ცოტა ხნის წინ ახალი წელი ვიზეიმეთ და აქვე მოკლედ მინდა შევეხო ხელოვნური ნაძვის თემასაც. გარემოს დამცველთა ნაწილი ბუნების შენარჩუნების და გარემოს დაცვის მიზნით ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრას რა თქმა უნდა არ ამართლებს. რაც თავისთავად ლოგიკურია, თუმცა
ნარჩენების მართვის თუ გადამუშავების მხრივ ხელოვნური ნაძვის ხეებიც არანაკლები პრობლემაა. ამიტომ დაიწყეს ევროპაში ნაძვის ხეების პლანტაციური გაშენება. საქართველოში ამგვარი მიდგომა ჯერ სამწუხაროდ არ გვაქვს. რაც ნინო ჩხობაძის შეფასებით უგუნურობაა, რადგან ნაძვის ხის თესლით საქართველოს მსოფლიოს ამარაგებს, მთელ მსოფლიოს და ამ პოტენციალის ადგილზევე გამოყენება, როგორც გარემოს დაცვის მხრივ, ისე ეკონომიკური თვალსაზრისითაც საკმაოდ სარგებლიანი იქნება. ბევრად უფრო მომგებიანი იქნებოდა ქვეყნისთვისო, ამბობს ნინო ჩხობაძე. მოვუსმინოთ. კი, კარგია ხელოვნური ნაძვის ხე, მაგრამ რა უყოთ მე იმ ხელოვნურ ნაძვის ხეს, როცა ფუჭდება, იმის გადამუშავება ფაქტობრივად აღარ ხდება და უფრო მეტი პრობლემა იქნება. ამიტომ უკვე დღეს მაგალითად ევროპაში საუბრობენ იმაზე, რომ პლანტაციური გაშენება ხელოვნური ნაძვის ხეების იყოს და რამდენი პლანტაცია გვაქვს საქართველოში, რომელიც ამზადებს ხელოვნურ ბუნებრივ ნაძვს. გვაქვს, კი, არ ვიცი. მე ვიცი, რომ ქოთნებში არა გვაქვს და ქოთნებში ვიღაცებს თუ გამოყავთ, ეს არ არის საკმარისი. ანუ მე ვლაპარაკობ პლანტაციებზე, რომ გქონდეთ ესეთი სანერგეები, რომელიც ამას მოამზადებენ სეზონისთვის და ასე შემდეგ, არ შემოიტანენ უცხოეთიდან, როცა ეს არის უფრო ძვირი. არამედ შენ საკუთარ ქვეყანაში ახლა მართლა გაუგონარი რაღაცა ხდება, თესლი, რომლიდანაც გამოდის საახალწლო ნაძვის ხეები მთელ ევროპაში აწოდებს ამას საქართველოს. მიდის ჩვენგან და თვითონ შემოდის ხეები. ჩვენ ვერ ვაწარმოებთ ეს. ამით აგროს სიახლეები დასრულებულია. ყველაფერზე რაც ეხება აგროს და გარემოს, გიყვებით ჩვენ და არავის სხვა ასე დეტალურად და ამომწურავად. რეგულარულად გთავაზობთ მასალებს, სტატიების, აუდიოს და ვიდეოს სახით ჩვენს Facebook გვერდზე აგროს სიახლეები, მოიწონეთ და გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელი, მოგზებნეთ და გახდით ჩვენი მიმდევრები Instagram-ზეც და გამოგვიწერეთ YouTube-ზეც. ასევე შეგიძლიათ შემოგთავაზოთ თქვენთვის საინტერესო და აქტუალური თემებიც, მოკლედ ძალიან აქტიურები ვართ ონლაინ და ინტერაქციულები, რა თქმა უნდა, თქვენთან, აუდიტორიასთან. ჩვენი გადაცემის ნახვა კი შეგიძლიათ როგორც აგროგარემოტივისა და მაუწყებელთა ალიანსის წევრი რეგიონული მაუწყებლობის ეთერებით, აგრეთვე ვებგვერდზე agrogaramoji. ერთი კვირით გამშვიდობებით.